პროფესიის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ახალგაზრდა საკუთარ ცხოვრებაში იღებს. ამას კი თან ახლავს ბევრი შეკითხვა და გამოწვევა, ხოლო სწორ გადაწყვეტილებაში ინფორმირებულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ მიზნით ალტა უნივერსიტეტმა დაიწყო პროფესიების რეგიონული ტურნე. ინიციატივის მიზანია, რომ მე-11-მე-12 კლასის მოსწავლეებს დაეხმაროს პროფესიის არჩევაში, შეამციროს ინფორმაციული ბარიერი რეგიონებსა და დიდ ქალაქებს შორის და ხელი შეუწყოს ახალგაზრდების კარიერული ცნობიერების გაძლიერებას. ალტა უნივერსიტეტი უკვე ბევრი წელია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს სკოლის მოსწავლეებთან და არაერთ მხარდამჭერ ინიციატივას ახორციელებს. ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული პროფესიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. აი ამ მიმართულებით პრობლემებს ძირითადად ვაწყდებით ხოლმე მაინც უფრო რეგიონებში, რადგან ინფორმაციული დაფარვა როგორც ჩვენ შედარებით ნაკლებია ვიდრე დედაქალაქში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ როგორც უნივერსიტეტმა ვიღოთ პასუხისმგებლობა, დავეხმაროთ მათ მიიღონ დეტალური და სრულყოფილი ინფორმაცია კონკრეტული პროფესიების შესახებ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღონ უფრო მეტი ინფორმაციით და გააზრებულად და არა კონკრეტული წარმოდგენების საფუძველზე. რეგიონული ტურნეს პირველი გაჩერება თელავი იყო. თელავის ტექნოპარკში გამართულ პროფესიების ფორუმზე ალტა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სხვადასხვა პროფესიისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა გაიგეს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესახებ და იმ უნარებზე, რომელიც პროფესიულ წარმატებას განსაზღვრავს. ძალიან ბევრი აბიტურიენტი გვესწრებოდა, ძალიან მოხარულები ვართ, იმიტომ რომ იმდენად დიდი დაინტერესება არის სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად იურისპრუდენციასთან დაკავშირებით, ფსიქოლოგიის მიმართულებით, IT პროფესიის მიმართულებით, მედიცინის და ბიზნეს ადმინისტრების მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ მათთვის ეს შეხვედრა იქნება საინტერესო, ვინაიდან ის ინფორმირებული გადაწყვეტილება, რასაც დააფუძნებენ, ხვალ აუცილებლად ეს აბიტურიენტები დაეხმარებათ სწორ არჩევანში. ფორუმის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ალტა უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, მათ შინაარს სწავლების სპეციფიკასა და პროფესიულ პერსპექტივებს. უნივერსიტეტში მოქმედი სკოლის დეკანებისგან კი მიიღეს საჭირო ინფორმაცია ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა მედიცინა, ბიზნესი, სამართალი, ტექნოლოგიები და სხვა თანამედროვე მოთხოვნადი პროფესიები. მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიიღოთ მათზე მორგებული რეკომენდაციები, რაც საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების უკეთ გააზრებაში დაეხმარათ. ბიზნესის ფაკულტეტთან დაკავშირებით მქონდა საკუთარ თავთან ძალიან ბევრი კითხვა, კარგად არ ვიცოდი თუ რა ევალებოდა სიტყვაზე ფინანსის მარკეტოლოგს. ჩემი აზრით, ესეთი არაფორმალური შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ავამაღლოთ ახალგაზრდა ადამიანების ცნობიერება პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ახალგაზრდებმა კარგად და სწორად შეარჩიონ თავიანთი სამომავლო პროფესია. მინდა რომ გამოვიდე ფინანსისტი და ვთვლი, რომ დღევანდელმა შეხვედრამ ძალიან დიდი ინფორმაცია მომაწოდა იმისთვის, რა უნდა გავაკეთო, რომ მე მივახციო ჩემ უდიდეს მიზანს. ალტა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ფორუმის დასკვნით ნაწილში გაიმართა კარიერული ვორქშოპი. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. მსგავსი აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში, სადაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შედარებით შეზღუდულია. პროექტი ალტა უნივერსიტეტისთვის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და მომავალშიც გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს პროფესიის არჩევა ინფორმირებულად და გააზრებულად. პროფესიების რეგიონული ტურნე გრძელდება და მისი შემდეგი ფორუმი 31 მარტს ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართება.